ღედაღამე მსოფლიოზე მოგესალმებით. მოვილიეთ მეოთხედ ფინალები. თვალებზე გვეტყობა, რომ ვერ გამოვიძინეთ. მაგრამ კარგი იყო. მოგეწონა თამაშები ჯერ. თამაშებს არ ვერჩი, უბრალოდ ძალიან ის დარჩა. ესე თუ გავყოფთ ხუნდება თავადებად, აზნაურებად და გლეხებად. მაგრამ თავადები დარჩნენ. კი, არა და ჩვენი ვერსიის წინა ვიდეოში იყო. ესეთი ვერსია გქონდა, რომ რომელიღაც აზნაური გაძვრებაო. ვერ გაძვრა, ვერ. და რამდენი ის არის უკვე საუკუნე ხდება. რომ ველოდებით რომ რაღაცა ხო, ვიღაცა თავს წამოყავს. ხო და ცრუგანს და არის პერიოდულად რომ გათანაბრდა დონეები, მაგრამ წელსაც არ გათანაბრდა. შემდეგზე ვნახოთ 100 წლის თავზე ვნახოთ. ხო, 100 წლის თავზე უწევს ახლა რაღაცის შეცვლა. ვნახოთ აბა. და საფრანგეთი მაროკო პრინციპში წინა ვიდეოში კი ვახსენეთ, იმიტომ რომ წამოგვეწივნენ. ხო, უკვე გავარნილი იყო მაროკო. და მერე წამოვიდა უკვე ისინი. აბა რა მოხდებები, მაგრამ არაფერიც არ მოხდა. სინამდვილეში ბევრი რამე მოხდა, მაგრამ რაღაც არის ეტყობა. ნახევარ ფინალში. დიდ კაცთან პატარა კაცი როდის გასულია საფეხბურთო მართალი. რაღაცა ეგეთი ხდება. რატო ხდება, არ ვიცი, ეტყობა იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ცალკე ადამიანები ვერ მიხვდები. ხო, აი ეს არის, ახლა ესე დაიწყე. იმებით, ხატოვანი გამომხმებით, მაგრამ მარტო წორთნარას უზავს თუ ბუნებამცა უშველად. შეგვიძლია ამოვადოთ ამასაც. ხო, ესპანეთმა გამოაჩინა, რომ ისა ყავს სკამიდან ყველაზე ძლიერი გუნდია გენჯი. ხო, კი ბატონო, ინგლისზეც იგივეს ვიტყოდი. მე ინგლისზე რანაირად, აი ვინაც. აი რომილად ინგლისზე გეტყვი. სკამიდან ვინ გააკეთა საქმე. ბიჭო, რაღაცები შეცვალა თამაშში. ვინ შემოიყვანა თითქმის ყველა. ხო, მაგრამ მაინც ან ბელინგემს გააქვს, ან ჰარი კეინს და იქ ან მერინო შემოვიდა. ხო, მაგრამ ბელინგემთან და ჰარი კეინთან მიაქვთ ეს ბურთები. აბა, ეხლა რა გინდა? შემოსულებს. ინგლისის ნაკრებში იყო და ბურთიც არ მეიტანა. აბა, როგორ გინდა? ხო და ამ ესპანეთმა ისედაც ეგეთი გუნდი ჩვენ ქვეჯგუფში არ იყო და იგები და დიდი ანგარიშები ჩვენთანაც და თურქეთთანაც, მაგრამ ერთ ვინმეს ვერ დაადებდი ხელს. ხან ფლანგებიდან გადაგირბენენ, ხან ცენტრიდან. ეხლა პირველი გოლი მოgaitana ფაბიან რუისმა. ვა. ხო. ბოლოს როდის გაიტანა, მაგრამ გოლი არ მახსოვს. არა, გააქვს. ამ ბოლო დროს უფრო გააქვს. ჯამთელად როცა იყო. და მეორე გოლი მერინო, ანუ ფლანგები გარეშე მოიგეს. და რამე ამათ კიდე ისანი ვილიამსი ყავთ. არის ვითომ ფორმაში არ არის, მაგრამ ხო. 15 წუთი როგორ ვერ ითამაშებს, ან თუნდაც მე. ისე მერინოს რო არ გაეტარა, მე მგონი ვილიამსიც იტანდა. და ყველას გაეხარდა ვილიამსი იყო მარტო ისე რა, რომ აქ არ ვიყავი. ხომ ჭირდებოდა ეგ გოლი, რაღაცა ეგეთი სახე ქონდა, მე მგონი. ხო, დეკეტელარეს გოლიც აღნიშნოთ, კარგი გოლი. კი. კარგად შეფრენდა. და ბელგიამ მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში ცოტა მძიმედ დაიწყო და ესა და ისა, მაინც ღირსეულად გამოვიდა, რაც არ არის პირველი შემთხვევა. ბელგიას უყვარს ბოლომდე თამაში და ხო, რაღაცნაირად
თავს არ იჭრის ხოლმე. ხო, სულ თავიდანაც ხო თქვით, ცნაური გუნდი არის რა, ესეთი სუპერ პიკები არ აქვს რა. ნელა-დის პირველი იყო FIFA-ში ისე რომ ტიტული არ ჰქონდა. მაგრამ ისა რა რაღაცნაირად მწვრთნელი ყავთ. კაი მწვრთნელი ვერ იპოვეს. რა გინდა ხა მიიყვანა აქამდე და ესპანეთთან ერთი აბა კაი მწვრთნელები რა სიზამენ ნახოთ. ესპანეთი ბელგია რომ მორჩა, მე უყურე ცოტა ხანი კიდე რა ხდებოდა იმაზე? პირსახოც ისაძლევდა? არა. ბელგიის ნაკრები რომ შემოიკრიბა იმ მწვრთნელმა და შუაში გადაროა ეჩხუბებოდა. ხო, ეტყობა თვითონ თვლიდა რომ ასაკები თამაში იყო. მე ეგრევე დავინახე. არა, ეგ კადრი დავინახე რა, თამაში არა ხო. ხო და თუმცა ესპანეთმა ესე ვერ გადაურბინა რა. საერთოდ რომ ბურთსა და განახებს ხოლმე გიგებს ეგრევე თამაშობენ. კიდე უფრო გაუჭირდა ინგლისს. იმიტომ რომ გოლით მაგარი გაუტარა ნორვეგიამ და წინააღმდა. კი, ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა. მე ერთი არ ჩაუთვალეს. დიახ, ძელსაც გაარტყეს. რამდენჯერმე ისეთ კონშეტევაზე მოდიოდა ვიკინგურზე. 4 კაცი რო გარბის აქით-იქით და ორი მცველი დაბნეული რომ იყურება უკან მარჯვნივ გადადგას ნაბიჯი თუ უკან მარცხ. პიკფორდი იყო რაღაცნაირად ისე. დაბნეული. რაღაცნაირი გოლი გაუშვა. მაგრამ ინგლისს არა ის ძელიდან ბიჭო, ხო და ისეთი მახვილი კუთხიდან იმსი შორიდან. ვედი? არა რაღაცნაირად. არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირი გოლი იყო რა. ინგლისში ყველაზე ბეჩავი გამოდგა ჰენდერსონი. რასკოლის. ალბათ ჩემპიონატის ბეჩავი არის. რასთან რამდენი წუთი ითამაშა? რამდენი ითამაშა? მე მგონი ერთი თუ რაღაც. და წინა თამაში რომ მოიგეს, არ ნახე კადრი? ეხა ცხელი რო ქონდა შეხვეული. სიხარულისგან იმას ახტებოდა რა, სარეკლამო ბანერს. და გამაზა. ესე ვერ დაერქვა. და ამ ხელზე დაეცა და მე მგონი გადაიმტრია. არა უშავს. ინგლისი მივიდა ერთი სათქმელი რა არის, იცი? ისე მივიდა ნახევარფინალამდე, რომ რაღაცა დიდი ბობოლა მატჩები არ მქონია. ესპანეთი, პორტუგალიას თუ არ ჩავთვლი. ყველგან იყო აი ბუკმეიკერების ისინი რომ ნახო, ორზე დაბალი ქონდა ხოლმე, იმდენად ფავორიტი იყო ვიღაცა. ეხლა ეგრე აღარ არის ნახევარფინალში. და ნახ კი არის იქ ერთ თამაში საფრანგეთი ფავორიტი და მეორეში ინგლისი, მაგრამ ცოტათი. ეს ნიშნავს, რომ ეხლა იწყება ნაღდი მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მე რამდენად ვთქვი, არ ვიცი. რომ ნაღდი მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ხო? ბუკმეიკერების აზრით მართლა ეხლა იწყება მართლა. აუ, ინგლისი ნორვეგიაზე კიდე რას დავაგვირდი, იცი? პირველ ტაიმში მორჩა. ხო, გაიქცენ გასახდენისკენ. რამდენი ხანი მიდიოდნენ იმამდე? გვირაბში, ოთახამდე. რამდენი ხანი? ძალიან დიდი ხანი, ბიჭო, აი ბელინგემი მოდიოდა. მე აქედან გადაიღე, მოდიოდა. მე იქიდან დახრა, მოდიოდა. ეგ შენ გაჩვენებენ ეგ. არა, დიდი იყო ის, ხო ჩანს, ეს გვირაბის ბოლოს სინათლე ხო ჩანს. შენ ხო ის ახლა პროპაგანდის მსხვერპლი და მანიპულირებ. ადვილად. არა, დიდი ის იყო, გვირაბი იყო. მე ეგეთი გვირაბი მაო არ მინახავს. ბიჭო, იცი რა არის, ამერიკელებს ყველაფერი დიდი უყვარს და აუ, კი, ჯიპები გინდა, შენ გასახდელი უნდა ნახო, რამხელა ისინი. ვეშოლკები. და მაკიდაც ძალიან დიდია შუაში და ნომრებიც თვითონ ის კარადები, სადაც მაისურები კიდია. კი და ფანჯრები. ხო. არგენტინაზე ჯერ კიდე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ დაუწყია თამაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბომბარდირებში ლიდერი ერთი არგენტინელი ყავს. ხო. ბადე ისეთი ქონდა მეფური.
როგორც მსოფლიო ჩემპიონს შესაშური. შეეფერება. ხო. თუმცა ვერც ინგლისზე ვერ ვიტყვით და ვერც საფრანგეთს რომ ის ქონდა აქამდე. ხო, საფრანგეთისთვის ალბათ ვისაც ესე მანამდე რო გეთქვა რა, ვისაც უნდა გაერთულებინა ეს ბადე, ის გააგდო პარაგვაი. მაროკოც. ერთი პარაგვაი, ერთი მაროკო და ამათ კი გადაუარა საფრანგეთმა, ის მაროკოს მეგო კარშიც არ დაურტყამს და არც პარაგვაის მენა. მაგრამ აი არგენტინა შვეიცარიაში, შვეიცარია კარგად მიდიოდა, უტევდა, გაათანაბრა და მერე ნუ ემბოლომ ყველაფერი გააკეთა, რომ არგენტინა გასულიყო. ესეთი შტერი ის როგორ მოიგონა მომენტი. ძალიან დებილობა მოიგონა. აი, ბომბარდირებში რა გვაქვს? რვა მბაპე, რვა მესი, 7 ჰალანდი. ჰალანდი დაგვემშვიდო. ხო, ჰალანდი წავიდა. მბაპე და ემბოლო. ემბოლო და ემბაპეს რატო ეძახიან? კილიანე ეს ეგადადის? არა, ფრანგებს უჭირთ ის ორი თაყვანი ერთად? აი თბილისს რატო ვერ ამბობენ? თბილისი. ხო, ევროპელები და მათ შორის იგივეა მანდაც. მაგრამ მაშინ უნდა გაყო ისინი. და თანხმოვნები. გაყო ის მე ესე გააკეთე. ხო, სხვანაირად გააკეთეს. აქედან იქნებ ამოუყენეს ისინი. ხო. ხონები. ვა, ეგ არ ვიცოდი. მე მეგონა რომ კილიანე მბაპე როა იწერება. ხო. ისე გადმოვაქვთ რა. რახან არის, მაგრამ მოდი აქეთ წავიკითხოთ. გოლი პლუს პასის კომბინაცია. ფიფა არ ვიცი რამდენად ეთulis, მაგრამ მან ის იგებს მესი. ხო. და ჰალანდს 7 აქვს მანდაც, ანუ პასი არა, გაკეთებული, ხო. ხო, ჰალანდი ხო ის არის, ბოლო ბიჭი არის რა. ვინმე გვყავს, ვინც misses next match. ეგეთი გვყავს, ეგეთი ბევრი ნაკრები გვყავს. უითლებს კი არ აჩვენებენ საჯები მაინდა-მაინც, მაგრამ ვინმეს ხო არ არის გაწევებული. არა. ანა, ხო არ დაუგროვდა ყვითლი. არა. ამ თამაშებში რა ვინ ისეთი? ნუ, ემბოლო, ძმა. ემბოლო. ბიჭო, იმდენად შტერობა გააკეთა, რომ ის კაპიტანი ეჩხუბებოდა. ჯაკა იყო აღშფოთებული და საჯირო წავიდა იმის სანახავად ეს უკვე იგინებოდა. ხო, ჯაკასაც გაუგოთ ალბათ ბოლომდე ჩემპიონატი იყო მაგისთვის. მე არ გამოვითხო რომ ემბოლოსთვისაც. ისიც გაიბებერი. ხო, ასაკი ერთი და მეორე საქციელი. მაგის თამაში მაქვს ანახ პანდემიამდე. ვისი? ემბოლოსი? ემბოლოს გლადბახის. გლადბახში. კაი გლადბახი იყო. ორი მსოფლიო ჩემპიონი იყო. ორი ყველაზე ძნელად გასახსენებელი მსოფლიო ჩემპიონი გერმანიის კრამერი და გინტერი. გინტერი და კრამერი, ხო. ვერ გავიხსენებთ. ეს ტიურამიც იყო. ისა მარკუს, ხო? ხო. და პლეა და ემბოლა. და ეს ელვედი გუში რო ითამაშა. შვეიცარიის დაცვაში. ისინი ნახე ფეისები. ბატონო, ცნობილი ხალხი ფეისები. დაემატნენ ვიღაცეები. კი, თვალი მოუკარი, იცი ვის? უკანი დგა ბონჯოვი თუ ვინ იყო ის? ვიღაცა მუსიკოსი. მიკ ჯაგერი. მიკ ჯაგერი. ინგლისისკენ იყო ალბათ, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ხო, რა ბონჯოვი. მოზარი აგერია. სადაც აი პოლ მაკარტნი რო გეთქვა კიდე გაგიგებდი. ეხსე რატო ითქვა? დაბალი კაცია. ვერ ჩერდება. ხო, ან ვერ ისვენებს, მოусვენან ისე მოусვენარი კაცი კი არის. სცენაზე ყოველ შემთხვევაში მასე არის. ხო, ისა ბრედ პიტი, მაგნუსი. ისა ჭადრაკ. ხო, ნორვეგიის თამაში, რა.
კაი, ბოდი რას გკითხავ, იცი, ამ წაგებული 4-დან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მინდა გითხრა. ამ თამაშიდან თუ თლიანად? ამ თამაშიდან ამ თამაშებში, ხო? ბიჭო, ნახე ნორვეგია, შვეიცარია ისე გამოიყურებოდნენ და შვეიცარია უფრო, იმიტომ რომ სანამ გადაწყვეტა და იმ ბოლო რომ უნდა წავაგოთო, უტერდა რა. და ნორვეგიაც უტერდა. არა, ნორვეგიაც კი მეორე ტაიმი სისინ. მაგრამ როგორ ჰალანდი რო დაიღალა, მე არ იცოდნენ როგორ უნდა ეთამაშოთ. სორლოტი უნდა შემოეყვანა. სორლოტი გაიყვანეს მანამდე. თავი უნდა შემოეყვანა თუკა. ოპა. შეიძლება, მაგრამ ვიკინგები არის. ხო რა, ვიღაცეთოს ნაჯახია ისმის. ზღვათა შორის არ შეიძლება, მაგრამ აი ამერიკის ნაკრები გააკეთა. კი, კაცო. და FIFA იყო და შეიძლება. ხო, რაღაცას იპოვდნენ. რაღაცა პრიმა მუხლს წესებში. არა, საფეხბურთო იმით არ ახსნიდა, რაღაცა სხვა რაღაც. გეოპოლიტიკურით. რო იქ მეხის ის იყო რაღაცა ნიშნები და იმის. და რაღაცა ბოლო 40 წუთი აითვლება. არა, მიწის ძვრის სიგნალი მოვიდა და შენობაში გაჩერება არ შეიძლება. მინდორზე უნდა გასულიყო ფეხბურთელი და გავიდა და გაიტანა. რაღაცას ისე მოვდაოდნენ და ეს ახალი გასული იყო ბარემ და რაღაც შორს წასულიყო, იმიტომ დერეფნები გვაქვს. ბიჭო, ის იყო კიდე უცნაური რაღაცა. აი ინგლისი ნორვეგიაზე ეგეთი რამე არ მინახია. გოლი რო არ ჩათვალა, მაგრამ ბურთი რო დაუტოვა და კუთხური ჩააწოდებინა. მეც არ მინახია. რატო არ ჩათვალა ეხლა ჩვენ? იმიტომ რომ ჰალანდმა ხელი კრა. ცველს. სანამ ჩააწოდიდა იმას კუთხურს. ანუ ჩააწოდეს უკვე დაბლა ეგდო. იმათმა გაიტანეს. აი ჰალანდი რო გაყვანილი ყოფილიყო მაგრამ მანამდე. და სორლოტი. ხო, აღარავინ არ კრავდა ხე. ვახ. კაი, ეხლა უყურე, დაგვრჩა 4 თამაში. ხო, 4 დიდებული თამაში. კი. ერთი ნაკლებად. როგორც წესი არ არის ხოლმე ეს. მესამე ადგილისთვის თამაში. როგორც წესი რატო კაი თამაშებია. ხო, მაგრამ თუ ვიღაცა გამძრალი არის, იმისთვის უფრო ფასეულია ვიდრე თავადებისთვის. არა, თავადებისთვისაც ის არის კაც. თვალებში ნაპერწკლები ექნება. ისეთი არ არის. ხო, არა, ფინალში, მაგრამ ну, როგორც მინიმუმ იმათ მედლით წავლენ რა. ხო, აბა რა. ვიღაცას მაინც გაუხარდება ერთი წუთით რა უთამაშია და მედალს მიცემენ. კაი, ესე იგი, საფრანგეთი ყავს. მესამე მეკარეებს გაუხარდებათ. მეორეებს. ორგზის ჩემპიონი ესპანეთი. ერთგზის ინგლისი, ერთგზის არგენტინა, რა ვიცი. სამგზის. რაღაცნაირი ბალანსი რო აღდგეს. გერმანია უნდა დაუმატოთ და ბრაზილია. ხო. იმათ ახლა ვეჩია. ან იმდენი ხანი გავარ. ან არგენტინა მოხსნათ და ჰოლანდია. მოხსნა კაია რა. უგეგოთ და იქნებოდა. მართალია. მე ხმას არ ვიღებთ რა გინდა. ვა, ნეტა ეხლა რა ტრიალებს დეშამის და იმის გულში დელა ფუენტეს. გულში ალბათ ისა, პატრიოტიზმი და twinში. twinში ტრიალებს რაღა მათ შევხვდით. ორი მხარეს. იმიტომ რომ აი რომ ესპანეთს ვკითხო, ვისთან არ გინდაო და საფრანგეთს ერთმანეთს გაიშველი ხელს, კი. ხო, ინგლისს ალბათ შვეიცარია ერჩივნა. ჩემი ვარაუდით. კი, მოკრძალებული ვარ. იმორს არგენტინა ურჩევნია ალბათ. ინგლისიც ბადესთან დაკავშირებით არაფერი არ აქვს საწუწო. ხო. ესე გამოვიდა. ხო, ეხლა ნორვეგიაზე გავიდნენ და მე კიდე იმაზე. ისეთ არგენტინაზე რა ჭირს არ ვიცი ამ ვითომ მობერებულიც არ ქვია. არც ახალგაზრდა, არც ესეთი, მაგრამ მეორე მხრივ დაველოდოთ რა, არ ქონია ისეთი თამაში არგენტინას. მეტოქე რომ ბოლომდე ბჭყალები გაზომო, ხო. კარგთან რასიზმს და ცუდთან.
ბრაზილიისგან განსხვავებით ამ სუსტებს მოუ. იმან ვერ ქნაო. აუ ერთზე. ინგლისი ნორვეგია რო გასულიყო ისე ინგლისი ნორვეგია რო გასულიყო რა თეორიისკენ მივდიოდით იცი? არ ვიცი ეს რამდენად მართალია, იმდენად უცნაური თეორია არის, რომ გადამოწმებაც დამეზარა. ნორვეგია, ლათინო. არა, ნახეთ, უცნაური თეორია არის. აბა. მაყურებლებს ვიტყვი, რომ თუ არ დაგეზარებათ ჩემსავით, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, თუ მართალი, არ ვიცი. რაღაცა შემხვდა ინტერნეტში და ესეთი ის იყო სტატისტიკა, რომ იმ 4 სოფლიო ჩემპიონატს ბოლო იმ 4 სოფლიო ჩემპიონატზე მოიგო ჩემპიონობა იმან ვინც მოუგო ნაკრებს რომელმაც იაპონია გააგდო. კაი კაც. მოგეუბნები გამეზარა ხო? ხაი შენ მოსმენა დაგეზარა. ამან დაარღვია? ხო. ვინე? აი ნორვეგია რო გასულიყო. ხო. გასაგებია. ნორვეგიას უწევდა მაგ თეორიით სოფლიო ჩემპიონობა. ძალიან აი საიდან მოთხრეული თეორია არ ვიცი, მაგრამ რაღაცა აი 1/1000% ინტერესის იყო. მაგრამ ვიღაცამ ხო დათვალა ბიჭო, ეგეთი რაღაცები როგორ არ ეზარებათ ხო? კაი, მოდი ახლა დავქნათ, იცი და დავამთავროთ. ამ ეტაპისთვის სიმბოლურ ნაკრებს რა სიტყვები? ერთად გავაკეთოთ. ობიექტურად რანაირად? არა, სხვა რამეს ვთქვი, აი კარგი ნაკრები თუ ისინი რა. არა, კარგია. ემბოლო და ჯორდან ჰენდერსონი და ვიღაცა. ეგ მე გავაკეთეთ. კარგი. კარგი ნაკრები. ხო, კარგი. აუ დასხმა ვიცი. აბა. მესი მბაპე ჰალანდი. კეინი. ხო არ გვითხოვს რა ტაქტიკით გავდივარ. მითი კიდე დაამატე, ჩენ უნდა უსრატო არის. უნდა ნახევარდაცვა. აი, ნახევარდაცვა. აი, მოიცა ერთი წამი, გადავხედო კაცო. აი, კუკურელას დავაყენებდი მე. ერთი მცველით გამოდი. არა, ერთი წამით. ეხლა ორი რომ მეთქვა, ორით გამოდი ხარ. იქ დაიწყე 4-ით. ხო, იქ 4-ით ხარ ერთი აკეთავს. მე შემიძლია იქ კარში ვისარ დავაყენებდი. ვისარ დავაყენებდი რაღაცნაირი ნაკრები. ვის დააყენე? ხო, აი ვისარ დავაყენებდი, მე გავაკეთეთ. ბიჭო, მაგალითად მეკარეზე გამახსენდა, ის შემეცოდა, კურტუა. სადღაც ეგ მომენტიც იყო რა კურტუა რო ყოფილიყო იმ ბურთზე სხვანაირად, აი ხო, მაგრამ კაი გავჩვენეთ. ვახ, ეგრე ნორვეგიას კაი მცველი რო ყოფილიყო, ყოველდღე მიასწრებდა ბელინგემს. ან მეკარეს როგორზე კურტუა, მეკარეს როგორ კურტუა ყოფილიყო. და პირველ დარტყმაზეც არ დაატყვევინებდა ბელი. ხო. კაი, აღარ გინდა. კაი, ემილიანო მარტინესი დავაყენებდი. ეგეთი ნაკრები აღარ გინდა. ემილიანო მარტინესი კარში, აქეთ კუკურელა. გამეპარა, ან ესე უნდა ვთქვა, არ ვიცი. კუკურელია თქვი და კუკურელია და ის წინ აღარ დაგერბილდე. ხო, კუკურელია. პედრო პოროს დააყენე ბალები იქიდან. გიყენებდი ხა აი მან ვიყავი. ესპანეთში ვიყავი და პედრო პოროს გიყენებდი. კი ბატონო, ნაკრების გაკეთებას შეგასისხებსა და რა კიდე ბელინგემსაც ხო ვაყენებ. არა, ლაშვები. ბიჭო, ცენტრალურ დაცვა და ამ ხელა ჩემპიონატიდან მაკეთებინებ სიმბოლურ ნაკრებს და არ მეხმარები. გეხმარები როგორ არის? აი მე ხო გითხარი, ნახე რამდენი გითხარი, აბა შენ დაამატე ხა. შუაში იყოს ბელინგემი. ეგ ვთქვი. დემბელეც იყოს. მე ხუთე დაამატა. არა, დემბელე ხო შეგიძლია ფლანგზე. რა თქმა უნდა შეგიძლია. X3 კაცი ნამეტანია. კი, გეთანხმები. არა, 4 ხო, ნამეტანია. კი, გეთანხმები. ამიტომ ისა მოავდებ. ჰარიკეინს.
კაი. ჩაიხედე ბომბარდითა დავაში. კარგი თქო, კარგი. სამოვარდი. კი ბატონო. პაპეძი, აქეთიქით მესი და დემბელე. ჰალანდი? ჰალანდ სახში. შუაში იყოს ბელინგემი. ბატონო. დეკლან რაისი. კარგი. და ვიღაცა ბიჭო, ესპანელი თუ ის ჩავსვათ. ვინ? ეგვიპტელი, აშური. შური იმაში არ ვარგოდა ბოლო თან. ო, მანამდე რა კაი იყო? მანამდე კარგი. აშური. კაი, აღარ გვინდა ნაკრები და დაველოდოთ მის მოდელს. არა, ჩვენი საქმე არის რა. კარგი პოზიტიური რაღაცეების. ხო, იმიტომ რომ ნაკრების გაკეთება კი არ გვესარება, რომ 11 არ გამოგვდის. ან მეტი გამოდის. ხო. ზუსტად ეგრეა. ან ეს არის რაც ჩამოთვალთ, ან 1-3-4 თავდასხმელი კიდე ემატება. ახლა ცუდი ექსპერტები ვართ. ამაში. აი, დაველოდოთ ამებს, მე დაველოდოთ იმორ თამაშსაც და მე გავაკეთოთ ჩვენ რომ გვეკადრება ისეთი. ხო, მანამდე ამ დღეებში გავაგზავნებთ ფინალების ისტორიას. კი. და ხო ის აუცილებლობა რაღაცნაირად ისე მოხდება, რომ ფინალამდე მივად ჩვენს ამ ფინალს. 19-ში არ არის ეს ფინალი. ხო. ჩვენი დროით და ამერიკის დროით 18. კი ბატონო. 18-მდე მივა ეს ისტორია. მე უკვე ეს ფინალიც იქნება და მე უკვე დაგემშვიდობებით. გაიწმო. ხაი. ახლა კი ცოტა ხნით გემშვიდობებით, ხვალმამდე. კარგად წავთ.